აბალიკა, როგორ მეტყვი ამ წელს რაც აქ დაგიწერე? 1900 აუ ნახე, როცა გვაქვს ინგლისურში 4 ნიშნა რიცხვი და ამ რიცხვის წაკითხვა გსურთ, საჭიროა რომ ეს რიცხვი შუაზე გავყოთ. აი მაგალითად 1985 რაც აქ გიწერია. გავყოთ ორად, ხო? 19 და 85 და სულ ეგრე წავიკითხოთ. მოდი აბა როგორ იქნება? ანუ 1985 ძალიან სწორია. კი ბატონო. აბა ამას როგორ მეტყვი? 1900 1900 არა, ნახე, როცა ორი ნულით თავდება 4 ნიშნა რიცხვი, იმას ვკითხოთ როგორც ასობით. ნახე, მაგალითად 1900 იქნება 1900. აბა 1700 როგორ იქნება? ანუ 1700 სწორი ხარ. კაი ბატონო, აბა ამაზე რას მეტყვი 1901 რომ დაგიწერე აქ? 1901 თითქმის. ნახე, როცა შუაში ნული გვაქვს, ამას ვკითხოთ როგორც ასობგერა O, ანუ 1901. მიხვდი? კი ბატონო, როგორ მეტყოდი მაშინ ამას 1602? 1602 კი ბატონო, სწორი ხარ. აბა ამას როგორ მეტყოდი 2005 წელი? არ ვიცი. ნახე, როცა უკვე გვაქვს 4 ნიშნა რიცხვი 2000-დან 2010-მდე, იმასში გახლეჩვა და გაჭრა აღარ არის საჭირო. ვიძახეთ როგორც 2000 და 5, 6 და ასე შემდეგ, ხო? ანუ 2005 იქნება როგორც 2005 სწორი ხარ და სხვათა შორის შეიძლება თქვენ ხოლმე 2005. ესეც სწორი. არც ისე მარტივი არ ყოფილა. ახლა კი ზუსტად ის დროა რომ ინგლისურად ალაპარაკდე. ამისთვის კი საჭიროა რომ მოგწერო. მანამდე კი მითხარი ამ რიცხვს როგორ წაიკითხავთ.